სადახლოს გამშვებ პუნქტზე კი დიდი ოდენობით ძვირფასი ქვების კონტროლის გვერდითავლის შემოტანის ფაქტები დაფიქსირდა. კერძოდ საზღვარზე სომხეთის მოქალაქემ ავტომანქანის საბარგულში მოწყობილ სამალავში მოთავსებული არადეკლარირებული ოქრო შემოიტანა. მეორე შემთხვევაში კი ასევე სომხეთიდან შემომავალმა სირიის მოქალაქემ საბაჟო პროცედურების სრული დაცვით ოქროს დეკლარირება მოახდინა, თუმცა საფულეში დაახლოებით 3-დან 4 კარატამდე სიდიდის ძვირფასი ქვა აღმოაჩნდა. აღმოჩენილი ნივთები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეცა. სომხეთის მოქალაქე სომხეთიდან შეეცადა მანქანის საბარგულში მოწყობილი სპეციალური სამალავის მეშვეობით შემოიტანა ქვეყანაში არადეკლარირებული ოქრო. მეორე შემთხვევაში სირიის მოქალაქე, რომელმაც სრული პროცედურების სრული დაცვით განაბაჟა მის ხელთ არსებული ოქროს ნაკეთობები, შემდგომი დათვალიერების შედეგად მის საფულეში გამოვლინდა 3-დან 4 კარატამდე ძვირფასი ქვა, სავარაუდოდ ბრილიანტი. ძვირფასი ქვები ამჟამად გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.